თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, ონლაინ სივრცეში, სოციალურ ქსელებში გაგიცნობთ ადამიანი, ერთმანეთს შეხვდით და სულ სხვანაირი აღმოჩნდა. მე რო ჩამოვედი აქ, ტინდერი ჩავიტვირთ რა, ავიტვირთ და იქ ვცდილობდი რომ მეგობრები მეყოლა. და იდეაში dating app-ი არის ეგ. და ანუ მე რო ვცდილობდი მეგობრების შეძენას, ხალხი მანდ ვაფშე სხვა რაღაცისთვის ზის რა. ანუ იდეაში არავის არ უნდა და მეგობრობა. იქ და რომ მეუბნებოდნენ რომ აი of course მეგობრული არის რა და იტოქში ვაფშე არ იყო მეგობრული. ანუ ხდებოდი და სხვა მიზნები ქონდათ? კი. თან სულ ეგრე იყო რა. გავიცანი ტიპი, ვებაზრებოდი ხოლმე რა და ერთხელ მივწერე რომ მეთქი ანუ გავიდე თუ გინდა სადმე. და ის მეუბნება რომ მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. და მეთქი ოკ და მივედი და იდაქში ტიპმა მითხრა რომ sorry უკვე მოვწიე და მეთქი ბლად ოკეი. მაგრამ ანუ მე დალეული მქონდა უკვე და ისედაც საკაიფოდ ვიყავ. ხო და ანუ იდეაში ლაპარაკობთ მე მგონია რომ ანუ აი მეგობარის გავიჩინე თუ რაღაცა და იდაქში რაღაცნაირად რიზინგი დამიწყო და he was like ანუ can you suck my dick like and I was just like what the fuck man ხო და იდაქში ანუ მაგისგან რომ წავედი მე აღარ მოუწერია მის მე რა ონლაინ სივრცეში თუ გაგიცნიათ ადამიანი შეხვედრილ ხართ და საერთოდ სხვანაირი აღმოჩნდა. აუ, კი ერთხელ გავიცანი სამწუხაროდ ვიღაც გოგო. და რო შევხვდის თუ სხვანაირი იყო. ვიზუალურად, კი, ისეთი ადამიანი ვარ, ვინც გარეგნულად აფასებს ჯერ პირველ შეხედულებით. და ანუ შოკში ვიყავი. ანუ ბევრად ლამაზი აღმოჩნდა თუ ბევრად ცუდი? სამწუხაროდ ცუდი, ლამაზი თუ აღმოჩნდა და მაგას რა ჯობდა. და რა ვთქვა, პირდაპირ ვერ ვუთხარი, ახლა ესეთი ადამიანიც არ ვარ, რომ ვაწყინო. დრო მაგასთან გავატარე და უფრო downgrade-ი წავიდა ჩვენი დიალოგი. ანუ აღარ გაგრძელდა თქვენი? არა, ან სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ. გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა ონლაინ სივრცეში გაგიცნიათ ადამიანი, შეხვედრილ ხართ და საერთოდ სხვანაირი აღმოჩენილა? აი რა თქმა უნდა, ვის არ ქონია. მომიყევ. ანუ აი უბრალოდ ერთი რაღაც შევტყვი, აი ონლაინ სივრცეში, აი შეხვედრა ესეთი რაღაცები უნდა გადავდოთ და უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ რეალურ ცხოვრებაში. ყველაფერი აი რეალურ ცხოვრებაში უნდა დავუთმოთ ყველაზე დიდი დრო, რაც თავარია. იმიტომ რომ ან დღეისობით აი ყველანი გადართულები არიან ონლაინ სამყაროზე, ონლაინ სივრცეზე, ონლაინ ურთიერთობაზე და ასე შემდეგ და ანუ რეალურ ცხოვრებას იმხელათი კარგავენ, რომ ანუ მე ამით სიამოვნებას ვეღარ იღებენ და ყველას ურჩევ რომ რეალურ ცხოვრებას დაუთმონ უფრო დიდი დრო ვიდრე ონლაინ ცხოვრებას. ამიტომ აღმოჩენია ეს ადამიანი და ბედნიერი ვარ. ონლაინ გაიცანით ერთმანეთი? ონლაინ არა ლაივში. კი, გამიცნია ონლაინ სივრცეში ადამიანი და რადიკალურად სხვანაირი აღმოჩენილა, რაც არის ჩვეულებრივი ამბავი ჩემთვის არა ყველასთვის ალბათ. ვიზუალურად. ვიზუალურად არა მარტო ვიზუალურად არა, იდეაში ემთხვევა ვიზუალურობა უფრო საუბარში გამომდინარე, როგორც მეგონა რომ ონლაინ კომუნიკაცია შედგა ჩვენ შორის, ისეთი არ ყოფილა, რომ შევხვდე. ვისაც შევხვედრილ ვარ, ყველა ისეთი აღმოჩნდა, ვინც იყო. რა მაგარია? კი, კაკრას გუშინ ვიყავი ერთ მეგობართან ერთად, ინდოელია სხვადასხვა და ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს. ონლაინ კომუნიკაციის დროს ალბათ ისეთ რამებს ვერ ვამჩნევთ ხოლმე, რაც უფრო დაწვრილებითი და ღრმაა. და ვთქვათ რაღაც საკითხებზე რა აზრის არის ის და ეგ ვერ შევიმჩნევი. ან შეიძლება იმასაც, ასე ვთქვათ. აი ონლაინ ჩანდა როგორ გითხრათ, აი ზუსტად ჩემნაირი ხასიათების და რო გამიცნია მე აღმოჩენილა რომ აი რადიკალურად სხვანაირი იყო და რო გამეცნო რეალურ ცხოვრებაში ალბათ საერთოდ არ დაველაპარაკებოდი. სოციალურ ქსელში უფრო სხვანაირი აღმოჩენილა. ვიზუალურადაც ანუ პირადად რო ნახა უფრო სხვანაირია რა. უფრო ლამაზად გამოიყურება და ანუ რაც სოციალურ ქსელში საბეჭდილება ვერ დამიტოვა, პირადად უფრო კაი საბეჭდილება დატოვა, უფრო ჭკვიანი იყო და ლამაზი რა. მე რა შემთხვევაც მქონია ის ყოფილა რომ ონლაინ სივრცე ჩემი აზრით უფრო მეტ რაღაც კომფორტს და თავისუფლებას აძლევს დღევანდელ საზოგადოებას და ზედმეტად არიან დამოკიდებული და შესაბამისად რაღაც კომფორტ ზონიდან გასვლას გავს ხოლმე ზოგჯერ რეალობაში შეხვედრები. და ნუ მე უკვე რეალ კომფორტ ზონიდან როცა გადიხარ, მე ძალიან ბევრი ისეთი უსიამოვნო დეტალები და მომენტები იჩენს თავს და შესაბამისად დამთხოვები ხშირად არ არის ხოლმე.